მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს საუბარი ცნობიერების მდგომარეობებზე და ზოგადად ცნობიერებაზე. რა არის ეს ცნობიერება და ყველა ამას გაიძახის, რომ მაღალი ცნობიერება, დაბალი ცნობიერება, მაღალი ვიბრაცია, დაბალი ვიბრაცია და ბოლო-ბოლო რომ გავარკვიოთ, საერთოდ რაზე არის საუბარი, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ცნობიერება მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ყველაფერი, რაც არის. ამ სამყაროში რაც არის, ხილული, უხილავი, ყველაფერი არის სუფთა ცნობიერების манифестация და ეს არის ყველაფერი ცნობიერი ამ სამყაროში. ყველაფერი აბსოლუტურად იქნება ეს ბაქტერია, იქნება ეს ნივთი, იქნება ეს მცენარე, იქნება ეს ცხოველი თუ ადამიანი, ყველა არის ცნობიერი. ყველას აქვს ცნობიერება და საერთოდ ზოგადად ყველაფერი არის ცნობიერება, საერთოდ ყველაფერი ამ სამყაროში. თუმცა მარტო ადამიანს აქვს იმის ბედნიერება, რომ შეიგრძნოს აი ეს სუფთა ცნობიერების მდგომარეობა. ადამიანს აქვს საშუალება, რომ თავის თავში იპოვოს იმ სუფთა ცნობიერების წყარო, რაც არის წყარო საერთოდ ყველაფრის ამ სამყაროში. და ადამიანად დაბადება ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ღვთისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს აქვს საშუალება, რომ პირველ წყაროს დაუბრუნდეს. არც ერთ სხვა არსებას ესეთი საშუალება არ გააჩნია, იმიტომ რომ ადამიანის ნერვული სისტემა არის იმ დონეზე დახვეწილი, რომელსაც შეუძლია ტრანსცენდირება, რომელსაც შეუძლია საერთოდ აი პირველ გამოუვლენელ მდგომარეობაში აღმოჩენა. პირველ წყაროსთან კავშირი, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი და ძალიან დიდი მადლი, როდესაც ადამიანს აქვს აი ამის საშუალება, რომ ეს განიცადოს, აი ეს ნეტარების მდგომარეობა საკუთარ თავში განიცადოს და არა გარე სამყაროში. აი მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ცნობიერება, მაგრამ უფრო მეტად რო ჩავშალოთ, რა შეიძლება იყოს, აი რა ცნობიერების დონეები არსებობს, როგორც ვიცით და რა დონეები არის. სულ არის 7 ცნობიერების მდგომარეობა. და აქედან 3 ყველასთვის ძალიან ნაცნობი და ყოველდღიურად ხელშესახები ცნობიერების მდგომარეობებია. ყოველდღიურად განვიცდით ჩვენ ამ მდგომარეობებს და ეს არის პირველი, ეს არის ღრმაძილი ცნობიერება, მეორე ეს არის სიზმრების ცნობიერება და მესამე ეს არის სიფხიზლის ცნობიერება. ეს არის 3 ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით. ხან გძინავს, ხან ღრმაძილით ვართ, ხან სიზმრებს ნახულობთ, ხან კიდე იმ ცნობიერების მდგომარეობაში ვართ, რომელსაც ახლა ვიმყოფებთ, ანუ სიფხიზლის ცნობიერებაში. და ამ სამივე ცნობიერების მდგომარეობის ახმის და განცდის საშუალება არა მარტო ადამიანს, არამედ ყველა ცხოველს გააჩნია და ყველა იმ არსებას, რომელსაც აქვს შედარებით დახვეწილი ნერვული სისტემა, რომელსაც აქვს განვითარებული ნერვული სისტემა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცნობიერების მდგომარეობის ახმა და შეგრძნება შეუძლიათ, შეგრძნება ნაკლებად უბრალოდ აი ამ ცნობიერების მდგომარეობაში შეუძლია აღმოჩნდეს ცხოველსაც. და აქ ადამიანური არაფერი არ არის, ეს არის ცხოველური ცნობიერების მდგომარეობები. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩვენ გვძინავს ღრმაძილით, ეგრე ძინავთ სპილოებსაც, კატებსაც და ძაღლებსაც, როგორც ჩვენ ნახულობთ სიზმრებს, ესე ნახულობენ ცხოველებიც სიზმრებს და როგორც ჩვენ ცნობიერად ვართ და ფხიზილ მდგომარეობაში ვართ, ისინიც იმათაც აქვთ უნარი, რომ აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ცნობიერების ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს არის ცხოველური ცნობიერების მდგომარეობები. ცოტა სხვანაირად რო ვთქვათ, ეს არის ის მდგომარეობები, ცნობიერები, სადაც ჯერ ადამიანური არაფერი არ არის. თუ შეიძლება რომ ესე დავყოთ, ეს არის ცხოველური ცნობიერების მდგომარეობა, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის გაცნობიერება და ეს უბრალოდ ავტომატურად ხდება. უფრო როგორ ხდება, უფრო მოგვიანებით, უფრო დეტალურად ავხსნით ამ თემას. თუმცა ცოტა რომ ჩავშალოთ რა არის აი ამ სხვაობა ამ ცნობიერების მდგომარეობებში, გარდა იმისა, რომ ცნობიერება ყველა აი ამ სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვანაირად ავლენს თავს, თვითონ ფიზიოლოგიური შესატყვისით განსხვავებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღრმაძილის ცნობიერების დროს ჩვენი სხეული სხვა მდგომარეობაშია, სიზმრების დროს სხვა მდგომარეობაში და სიფხიზლის დროს კიდე სხვა მდგომარეობაში. ანუ ნიშნავს, რომ ყველა ცნობიერებას თავისი ფიზიოლოგიური ანალოგი გააჩნია. ღრმაძილის ცნობიერების დროს გონება გაჩერებულია, გათიშულია, ასე რომ ვთქვათ, სხეულის გათიშულია. სიზმრების დროს სხეული გაჩერებულია, ღრმა და სიმშვიდეშია, თუმცა გონება აქტიურია და სიფხიზლის ცნობიერებაში გონებაც აქტიურია და სხეულის აქტიურია. ანუ როგორც ცნობიერების მდგომარეობა, ასევე ფიზიოლოგიური შესატყვისი ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა ეს 3 ცნობიერება არ არის ყველა ცნობიერება, ეს არის და 3 ცნობიერება
ადამიანს აქვს საშუალება, რომ უფრო მაღალი ცნობიერების მდგომარეობებსაც მიაღწიოს, რის საშუალებაც ცხოველებს არ გააჩნიათ. და აი აქ იწყება უკვე საინტერესო და ეს მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა ვედებში არის მოხსენებული როგორც თურია ჩიტანა, ანუ მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც აშკარად განსხვავდება ღრმაძილისგან, აშკარად განსხვავდება სიზმრებისაგან და აშკარად განსხვავდება სიფხიზლის მდგომარეობისაგან. ვისაც აქვს აი ამ ცნობიერების მდგომარეობის უშუალო გამოცდილება, მან იცის, რომ აი ამ მდგომარეობაში როცა ადამიანი ვარდება, ეს განსხვავდება საერთოდ ყველა გამოცდილებისაგან, იმ გამოცდილებებისაგან, რასაც ჩვენ ყოველდღიურად აი ამ ცნობიერების მდგომარეობაში ვიღებთ. და ეს არის რაღაცა ცოტა უფრო მეტი, ვიდრე ცხოველური. და ეს არის ტრანსცენდენტული ცნობიერება რეალურად. ტრანსცენდენტული ეს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი გონების მიღმა მდგომარეობა. თუმცა ტრანსცენდენტული ცნობიერება ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც სუფთა უმანკო ცნობიერების მდგომარეობა. სუფთა ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც რეალურად არის დამაკავშირებელი ხიდი ყველა ცნობიერებას შორის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ცნობიერებები იცვლება, ანუ მაგალითად ღრმაძილით გძინავს და იწყება სიზმრების ფაზა, ან სიზმრებს ნახულობ და სიფხიზლის ფაზა შემოდის, ხო, ფხიზლდები. ამ შემთხვევაში ამ ცნობიერებების გადართვა, ცვლილება ყოველთვის ხდება ტრანსცენდენტული ცნობიერებით. ანუ ტრანსცენდენტული ცნობიერება არის დამაკავშირებელი ხიდი აი ამ ცნობიერებებს შორის. ანუ, როდესაც ჩვენ ღრმაძილის ფაზიდან სიზმრების ფაზაში გადავდივართ, ჯერ ტრანსცენდირებთ და მერე იწყება სიზმრების ცნობიერება. ეს არის ის ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ან ენერგია არ ყოფნის, ან ცოდნა არ აქვს ამისთვის, რომ ნორმალურად აღვიქვათ და გავიგოთ რა არის ეს მდგომარეობა და შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში გემო სადღაც გვახსოვს, მაგრამ აი კონკრეტული გამოცდილება ძალიან რთული არის რომ მიიღო ამ მდგომარეობის, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც აი ამ ცნობიერების მდგომარეობასთან შეხება არ ქონია. უბრალოდ არ არსებობს, გამორიცხული არის. მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა როგორც ვედებში არის აღწერილი, ერთი წინადადება ხსნის ამას უპანიშადებიდან, სადაც ესე ჟღერს ეს წინადადება, რომ შანთამ, შივამ, ადვაიტამ, ჩატურთხამ, მანიანტე საატმა სავიგიაჰა. აი ეს წინადადება თავიდან ბოლომდე ხსნის იმას, თუ რა არის მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, ანუ ტრანსცენდენტული ცნობიერება. შანთამ, შივამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არისო უნიკალურიო, ეს არის ანუ ანანდა, ეს არის ნეტარების მდგომარეობა, რომელიც არის ყველა სტრესის და აი ყველა აზროვნების ფორმის მიღმა მდგომარეობა. ადვაითამ ეს ნიშნავს, რომ არის არადუალური, არის ერთიანი, იქ არ არსებობს პოლუსები, ის პოლუსები, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული ამ მატერიალურ სამყაროში. საატმა ეს იმას ნიშნავს, რომ აი ის არისო ატმაო, ანუ ის არის ის, რაც ხარ რეალურად შენო. სავიგიაჰა კი ნიშნავს იმას, რომ აი ეს უნდა გახდეს შენი პირდაპირი გამოცდილებაო. აი ეს არის მითითება ვედებში, რომელიც გვეუბნება რატო და რისთვის არის საჭირო ეს მდგომარეობა. რომ რეალურად ეს არის იმ ფორმების მიღმა, ისევ შენი საკუთარი თავის გამოვლინება, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს პირადი გამოცდილება და ეს არ უნდა დარჩეს თეორიული ცოდნა. იმიტომ რომ თეორიული ცოდნით უბრალოდ შეუძლებელია ამ გამოცდილების მიღება. ეს არის აუცილებლად პირდაპირი უშუალო გამოცდილება არის მისაღება. და როდესაც ადამიანს აქვს უნარი და საშუალება, რომ პერიოდულად ამ სუფთა ცნობიერების მდგომარეობას დაუბრუნდეს და შეიგრძნოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს საშუალება, რომ პირველ წყაროსთან ქონდეს კავშირი, ანუ პირველ წყაროს ეზიაროს. იმ პირველ წყაროს, რომელიც არის ყველაფრის საწყისი საერთოდ ამ სამყაროში. ცოტა კიდევ სხვა კუთხით რო ავხსნათ, ტრანსცენდენტული ცნობიერება რა შეიძლება იყოს. ეს არის სამყაროს გამოუვლენელი მდგომარეობა. როგორც ვედებში არის ახსნილი, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც არის ერთიანი, რომელიც არის მთლიანი, მაგრამ არის ორ გამოვლინებაში. ერთი არის ის მატერიალურ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და ამას პირობით სამყაროს ეძახიან, იმიტომ რომ აქ
ამ სამყაროში ყველაფერი რაღაც პირობაზე არის დამოკიდებული და მინიმუმ ის ვიცით, რომ ყოველთვის ყველაფერი იცვლება და მარადიული ამ სამყაროში არაფერი არ არის ერთადერთის გარდა და ეს ერთადერთი არის ის, რომ ყოველთვის ყველაფერი იცვლება და ეს არის პირობითი გამოვლენილი ხილული სამყარო, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ამით შეგვიძლია მატერიალური სამყარო დავარქვათ, თუმცა მატერიის მიღმა კიდე არსებობს რაღაცა, რომელსაც ეძახიან აბსოლუტს. და სამყარო არის ორი ფორმაშიო. ერთი ფორმა არის აბსოლუტური მდგომარეობა, რომელიც არის გამოუვლენელ ფორმაში და მეორე არის ის, რასაც ჩვენ ხედავთ, ვაცნობიერებთ, ან ვერ ვაცნობიერებთ. მატერიალური სამყარო. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო მატერია არ არსებობს და არც მარტო სულიერება არ არსებობს მატერიის გარეშე. ეს არის ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესი. სული, თუ შეგვიძლია ასე რომ წარმოვიდგინოთ, მატერიის გარეშე ვერ იარსებებს და მატერია სულის გარეშე ვერ იარსებებს, იმიტომ რომ უბრალოდ აზრიც კი არ იქნება, რომ არსებობდეს. ეს არის თანხმედრა ორივე მდგომარეობის ერთდროულად. ეს არის ძალიან საინტერესო, ორივე მდგომარეობის ერთდროულად. ეს არის მიზანი, რომელიც მიღწევადია ადამიანის ნერვული სისტემის მეშვეობით. რაც შეეხება ამ სუბთა ცნობიერების მდგომარეობას, რომელიც არის არამანიფესტირებული, ვედებში არის ახსნილი, რომ ის რაც ამ სამყაროს წარმოშობს, ეს არის ზუსტად ის ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის აბსოლუტი, რომელიც არის ერთიანი, რომელიც არის მარადიული, როგორც ვთქვით, არადუალური და არის უცვლელი. ანუ ყოველთვის ერთიანი მდგომარეობა, სადაც არ არის დუალიზმი, სადაც არ არის დაყოფა. ეს არის ერთიანი ცნობიერების მდგომარეობა. და ეს ერთიანი რომელსაც ფორმა არ აქვს და არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული აქვს, ეს არის მარადიული ცნობიერება. ამ ცნობიერებას აქვს უნარიო წარმოშობას ის მატერიალური სამყარო, რომელიც ჩვენ ცხოვრობთ. ესე იყო ეს არის ვედების თანახმად. მარტივად რო ახსნათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გასაგებია, რომ ცოტა ძველი ცოდნაა და შეიძლება ვიღაცას ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ ძველ ხალხს ცოდნა არ ქონდა და მაშინ განვითარებლები იყვნენ და ეხლა განვითარდით, რაც საკმაოდ საეჭვო არის, განვითარდით თუ არ განვითარდით, მაგრამ რეალურად თანამედროვე მეცნიერება, თუნდაც კვანტური ფიზიკა, იგივეს საუბრობს და გვეუბნება იგივეს, გვიხსნის ოღონდ მატერიალურ თვალსაზრისით და რასაც ვედებში სუბთა ცნობიერების მდგომარეობას ეძახდნენ, იგივეს კვანტურ ფიზიკაში ეძახიან კვანტურ მექანიკურ ველს. დაღწერაში ძალიან საეჭვოდ გავს ერთმანეთს. ეს არის უმოძრაო, უმოქმედო მდგომარეობა, რომელიც არის, ისე რომ თქვათ, გადატანითი მნიშვნელობით დაახლოებით რომ გავიგოთ რაზე არის საუბარი, როგორც ფიზიკოსები ხსნიან, ეს არის ვაკუუმური მდგომარეობა, თითქოს არსად არაფერი არ ხდება, მაგრამ იქიდან იბადება და იქიდან ჩდება საერთოდ ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ კვანტური ფიზიკის თვალსაზრისით ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში, რომელიც მთლად მატერია არ არის პირდაპირი გაგებით. შეიძლება შევედაოთ ერთმანეთს, ნამდვილად მატერია ხელს კიდებ და მატერიალურია, ეხები იგრძნობ, მაგრამ ცოტა უფრო მეტ სიღრმეში რომ ჩავიდეთ და ჩავშალოთ და ვნახავთ, რომ ეს ყველა ნივთი, რასაც ჩვენ ხედავთ, ვეხებით თუ ვერ ვეხებით, ყველაფერი შედგება ატომებისაგან, ატომები შედგება სუბატომებისაგან, კვარკებისაგან, ბოზონებისაგან და სულ ბოლომდე რომ ჩავიდეთ, როგორც ჩანს, დავინახავთ, როგორც ფიზიკა გვეუბნება, სიცარიელეს, რომელიც ვიბრირებს, ანუ ვიბრაციას, რომელიც არის სხვადასხვა სიხშირის და სხვადასხვა სიხშირის ვიბრაცია ქმნის იმ მატერიალურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ეს მატერიალურ სამყარო არის ვიბრაციის სხვადასხვა სიხშირე. ხედავთ, ვერ ხედავთ, ვეხებით, ვერ ვეხებით, ყველაფერი არის ვიბრაცია და ეს ვიბრაცია მოდის რაღაცა მდგომარეობიდან, რომელიც არის ეს აბსოლუტური ცნობიერების მდგომარეობა. შესაბამისად, როგორც მაჰარიშ მაჰეშ იოგი ხსნის, ეს ამ ცნობიერების მდგომარეობასთან კავშირი არის ძალიან სასარგებლო ინდივიდისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის სუბთა ცნობიერება, როგორც თქვით, რომელიც არის არქიტექტორი ამ ყველაფერს ამ სამყაროში რაც ხდება. არქიტექტორი არაპირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ ამ ცნობიერების მდგომარეობას ეძახიან როგორც სუბთა ცნობიერებას, ასევე ინტელექტუალურ გონს, რაღაცა ინტელექტუალურ შემოქმედებით გონს, რომელიც რაღაცა ინტელექტით აწესრიგებს იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აქ ყველაფერი რაღაცა კანონზომიერებით მუშაობს. რაღაც ინტელექტი არის ამ ყველაფერში და იმ ინტელექტის პირველი წყარო
აი ცნობიერ მდგომარეობაში არის ეს ენერგეტიკული ველი, ფიზიკის თვალსაზრისით. იგივეს საუბრობთ ჩვენ ქართველები, უბრალოდ ეს ქართული ცოდნა რაც არის და ჩვენი წინაპრებიდან გადმოცემული ხალხური ცოდნა რაც არის, ხალხური ზღაპრები, ყველა ზღაპარი იწყება ერთი წინადადებით. იყო და არა იყო რა. აი არა რა მდგომარეობა არის ზუსტად ის მდგომარეობა, რაზეც ვედებში იყო საუბარი 5000 წლის წინ. არა რა მდგომარეობა, რომელიც თან არსებობს, მაგრამ თან პირდაპირ გაგებით არ არსებობს, იმიტომ რომ არ არის მატერიალურად ხილული, არ გვაქვს მაგის უნარი, რომ პირდაპირ გაგებით შევეხოთ, მაგრამ სამყარო მარტო შეხებადი არ არის. სამყაროში არსებობს კიდე რაღაცა ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, მაგრამ გვინდა არ გვინდა მუშაობს. მაგალითად, აი ყველას გვაქვს ჯიბეში ტელეფონი, ყველამ ვიცით რა არის Wi-Fi, ყველას გვაქვს სახლში რადიო, ან მანქანაში რადიო და აი ეს რადიო იქნება თუ Wi-Fi ზუსტად აი იმ ტალღებზე მუშაობს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. და შეიძლება ვერ ვხედავთ და არ გვჯეროდეს ვერ ვეხები და ჩვენთვის ეს არ იყოს მაინც და მაინც ესე ობიექტური, თუმცა რაღაცა უხილავი ენერგია ამუშავებს, ხო? მობილურს ამუშავებს, ინტერნეტს ამუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თუ ეს არსებობს, შეიძლება დაუშვათ ვარაუდი და თეორია, რომ შეიძლება არსებობდეს კიდე რაღაცა ენერგეტიკული ვიბრაციები, რომელსაც ჩვენ ვერ აღვიქვავთ, შეიძლება არ გქონდეს ამის უნარი, რომ აღვიქვავდეთ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რა ხან ვერ აღვიქვავთ, რომ არ არსებობს. ეს კიდე ცალკე საკითხია. თემას რო დაუბრუნდეთ, მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, აი პირდაპირ რო თქვათ, ესე რომ გადავიტანოთ, გადანაშაულობთ, რო თქვათ უბრალოდ ეს შეიძლება იყოს, აი რო წარმოვიდგინოთ თეთრი ეკრანი კინოთეატრში. კინოთეატრში თეთრი ეკრანი, აი ზეწარი თუ რაც არის, რასაც აი სოფლის კლუბებში რო ადრეზე წრას გააფენდნენ და მე რო ინდურ ფილმებს უშვებდნენ ხოლმე, აი ეს თეთრი ზეწარი რო არა იმ ფილმს ვერ უყურებ. ანუ კინოთეატრში ეკრანი რო არ იყოს, ეს პროექტორი ვერაფერს ვერ მიანათებს, ეს ეკრანი აუცილებელია. და იმ ეკრანზე ის კადრები რო იცვლება, ეკრანი აქ არაფერ შუაში არ არის, პროექტორი არის, რომელიც ამას აშუქებს, მაგრამ აუცილებელი არის თეთრი ეკრანი. და ის თეთრი ეკრანი თუ არ არის, ან თუ არის დაზიანებული, ან თუ არის დახეული, ან ჭუჭყიანი, რაღაცას დაინახავ, მაგრამ სურათს ბოლომდე ვერ დაინახავ, ასე რომ ვთქვათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუფთა ცნობიერების მდგომარეობა არის ყველაზე უბრალო ცნობიერების მდგომარეობა, აი რაშიც ხდება საერთოდ ყველაფერი რაც ხდება, ეს მოქმედება რაც არის, აი ეს ცხოვრება რაც არის, რასაც ხედავთ, ვერ ხედავთ, ყველაფერი სუფთა ცნობიერების მდგომარეობაში ხდება, ასე რომ ვთქვათ. ეს არის ის ბაზა, ის ყველაზე უბრალო მდგომარეობა, სადაც მე ვითარდება, ასე რომ ვთქვათ, სიუჟეტი. აი იმ სკოლაში მივდივართ და ხდება დაფა. დაფაზე შეგიძლიათ ცარცით ყველაფერი დახატო, დაწერო, კარგიც, ცუდიც, რაღაცების დახატო, მაგრამ დაფა თუ არ გიქნება, ამას ვერ გააკეთებ. ანუ რაღაცა სივრცე გჭირდება. და ეს სივრცე არის სრული სიჩუმის, სრული სიმშვიდის და სრული ნეტარების მდგომარეობა, როგორც ვედებში არის აღწერილი. იმიტომ რომ სამყარო თავად არის ნეტარება, თავად არის ანანდა, სუფთა ნეტარების მდგომარეობა, რომლის ახმის საშუალება, როგორც დასაწყისში ვთქვით, გვაქვს პატივი, რომ ადამიანებმა ეს მდგომარეობა განვიცადოთ და ეს გახდეს ჩვენი პირადი გამოცდილება. და როდესაც ეს პირადი გამოცდილება ხდება სისტემატურად და როდესაც ადამიანს აქვს საშუალება, რომ ხშირად ტრანსცენდირდეს და ამას სისტემატურად აკეთებს, მისი ნერვული სისტემა ეჩვევა ამ მდგომარეობას. და ეს მდგომარეობა განსხვავდება, როგორც თქვით, ყველა დანარჩენი მდგომარეობისაგან ფიზიოლოგიურად, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩვენი ერთი შეხედვით კონტრასტულიც კი იყოს და პარადოქსულიც, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ დუალურ სამყაროში, სადაც ორი პოლუსი არსებობს და ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე და ორივე ერთდროულად ჩვენთვის ცოტა რთული გასაგები არის, მაგრამ ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ის არადუალურია და არის ერთიანი. ჩვენ მაგალითად ვიცით, რომ ვართ აქტიურები, ან ვართ პასიურები. და აი ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში შეიძლება ეს ორი უკიდურესი პოლუსი ერთდროულად არსებობდეს. და როდესაც ადამიანი ტრანსცენდირებს, ზუსტად მაგას აღიქვავს, მისი გონება და მისი სხეული ღრმა უნიკალურ დასვენების მდგომარეობაში გადადის, მაგრამ ეს უნიკალური ღრმა დასვენების მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ცნობიერება არის გათიშული პირიქით. ეს არის ყველაზე ფხიზელი ცნობიერების მდგომარეობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე ღრმა გამოცდილება, რაც შეიძლება ადამიანმა ფიზიკურ სამყაროში მიიღოს, მაგრამ ამ სიღრმესთან ერთად აუცილებლად პარალელურად არის სრული სიფხიზლე. ეს არის სრული სიღრმის და სრული სიფხიზლის ნაზავი, ასე რომ ვთქვათ. და როდესაც აი ამასთან გვაქვს შეხება და რაც უფრო ხშირად გვაქვს ამასთან შეხება, ჩვენი ნერვული სისტემა ამ მდგომარეობას ეჩვევა
და აი ამ მდგომარეობას აქვს კიდევ უნიკალური საშუალება, რომ განკურნოს ადამიანი. პირდაპირ გაგებით რომ განკურნოს ადამიანი. უბრალოდ ადამიანის ნერვულ სისტემას და სხეულს თავად აქვს ეს უნარი, რომ რეგენერაციის წყალობით განთავისუფლდეს საერთოდ ყველაფრისგან, რაც მას არ ეკუთვნის. ტრავმებისაგან, დაზიანებისაგან, დაღლილობისაგან, სტრესებისაგან და ამის უნარი მას გააჩნია და მშვენივრად ახერხებს მაგას. მთავარია ხელი შეუწყოთ, ან ხელი არ შეუშალოთ. და როდესაც ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში სისტემატურად ვარდებით, ჩვენ სხეულს და ჩვენ გონებას ვაძლევთ უნიკალურ საშუალებას, რომ აი ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში, შემცირებული მეტაბოლიზმის მდგომარეობაში, იმიტომ რომ როდესაც სხეული და გონება მშვიდდება, პირდაპირ გაგებით მეტაბოლიზმი ნელდება და მშვიდდება, ჩერდება და ის ენერგია, რაც ფიზიკურად იხარჯება მეტაბოლიზმში და ეს როგორც ამბობენ ექიმები, ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ძალიან დიდი პროცენტი, რომელიც მიდის უბრალოდ მეტაბოლიზმში. აი ეს ენერგია არის გამონთავისუფლებული და სხეულს აქვს უნარი, რომ ეს ენერგია მიმართოს რეგენერაციისკენ. თუმცა ეს ღრმა ძილის დროსაც ხდება. ღრმა ძილის დროს როცა გვძინავს, ჩვენი სხეული გათიშულია, გონება გათიშულია და სხეული იწყებს რეგენერაციას. იმიტომ ის საქმე ეგ არის, რომ დღის განმავლობაში დაგროვებული შთაბეჭდილებები, სტრესები, დაღლილობა დაამუშავოს და მოემზადოს მეორე დღისთვის. თუმცა ტრანსცენდენტული ცნობიერება გაცილებით უფრო ღრმა და უფრო ძლიერი მდგომარეობა, ვიდრე ღრმა ძილი. და ამას განაპირობებს ის, რომ ამ პროცესის დროს შენ ხარ ცნობიერ მდგომარეობაში. ანუ, როდესაც ტრანსცენდირებ ცნობიერებას არ კარგავ, ეს არის განსხვავება, რაც არის ღრმა ძილის ფაზაში. იქ ცნობიერება არ არის, იქ საკუთარი თავის აღქმა არ არის, სუბიექტის აღქმა არ არის და არის უბრალოდ არაფერი. შეგვიძლია ესე აღწეროთ. არის უბრალოდ რაღაცა, რომელსაც ვერც კი აცნობიერებ რო არის, ანუ დაკარგული არის აღქმა საერთოდ. ყურადღება არ არის. მაგრამ ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში ეს ყურადღება არის სრული სიდიადით იმ პირველ წყაროსთან კავშირში, რომელიც პირველ წყაროს არის, როგორც თქვით, საერთოდ ყველაფერი ამატერიალურ სამყაროში. და რაც უფრო ხშირად გვაქვს ეს და ამას ხშირად ვაკეთებთ და სისტემატურად ვაკეთებთ და აუცილებელია ყველაფერში, იმიტომ რომ დისციპლინა აუცილებელია ამ სამყაროში. სხვანაირად არ გამოდის, რომ აუცილებელი რაღაც სისტემატურად უბრალოდ რაღაც ვაკეთოთ, დისციპლინარულად რაღაც ვაკეთოთ, რაღაც შედეგი მივიღოთ ერთჯერადი გაკეთებით. ესე ძლიერ შედეგს და ეფექტს ვერ მივიღებთ, გააჩნია რაზე არის საუბარი, მაგრამ როცა გვინდა აი ამ ცნობიერების მდგომარეობის დაინსტალირება ყოველდღიურობაში, ამას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა და ამას სჭირდება პირდაპირ გაგებით დისციპლინა და რაც მთავარია სურვილი. რომ ადამიანს ნამდვილად ქონდეს სურვილი, რომ მიაღწიოს აი ამ ცნობიერების მდგომარეობას. და აი ეს ცნობიერების მდგომარეობა, რაც უფრო ხშირად განიცდება, ეს როგორც თქვით, არის ბენეფიტი როგორც ფიზიკური სხეულისთვის, ასევე არის ბენეფიტი ჩვენი ცნობიერებისთვის, იმიტომ რომ როდესაც შენი ინდივიდუალური გონება აქვს უნარი, რომ იმ მომენტში დაუკავშირდეს სუფთა გონს, რომელიც არის ამ სამყაროში, ყველაფერი საერთოდ რაც არის, ანუ ყველაფერი არის სუფთა ცნობიერება და ამ სუფთა ცნობიერებასთან შენ ინდივიდუალურ ცნობიერებას როცა აქვს შეხება, ეს მისთვის არის ძალიან დიდი ენერგია, ეს არის მისთვის ძალიან დიდი სივრცე და აი ამ მდგომარეობას რაც უფრო ხშირად ვიმეორებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინდივიდუალურ გამოვლენებას ცვლის, ეგოს ცვლის, ეგო იცვლება და ეგო კი არ კვდება, ან ნადგურდება, ან რაღაცას უბედურებას უშავებთ. არამედ ჩვენ ვაძლევთ ტრანსფორმაციის საშუალებას. და იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამყაროში რაც არსებობს, ყველაფერი ტრანსფორმირებს, მათ შორის ეგოც ტრანსფორმირებს. ეგოს სიკვდილი არ ხდება, ეგოს ცვლილება და ტრანსფორმაცია ხდება. და თელი სულიერი პრაქტიკების მიზანი არის, რომ ინდივიდუალური მე, ანუ მე აღქმა, ეგოისტური, ეგოცენტრული აღქმა გაზარდოს უმაღლეს ცნობიერების მდგომარეობამდე. გაზარდოს იმ ერთობამდე, რომელიც არის სრული ჭეშმარიტი რეალობა და ეს არის უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობა. თუმცა სანამ უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობაზე გადავალ, მინდა ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ კიდე აი ამ სამ საწყის ცნობიერების მდგომარეობას. ცოტა სულიერი თვალით რო შევხედოთ, ადამიანის სულიერი განვითარება ზუსტად ემთხვევა ამ ეტაპებს. პირველი არის ღრმა ძილი. ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს, დაოჯახებულიც იყოს, ძალიან კაი კარიერაც ჰქონდეს, ძალიან წარმატებულიც იყოს, Instagram-ზე ძალიან ბევრი ფოლოვერი წავდეს და ძალიან ბედნიერი ცხოვრებაც ჰქონდეს, მაგრამ
ეს მარტო ერთი ნაწილია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით იმ Instagram აკაუნტის უკან ვინ დგას, ანუ ეს ადამიანი რას განიცდის, როგორ განიცდის, მისი განცდები რაც არის. ჩვენ უბრალოდ რაღაცა ფრაგმენტებს ხედავთ, რომელიც შეიძლება რაღაც დონეზე ილუზორული იყოს. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სიფხიზლის ან გამოღვიძებულ მდგომარეობაში არის. სიფხიზლის მდგომარეობას ახსნი რაც გულისხმობ, მაგრამ ჯერ თქვათ რა არის ღრმაძილი. ღრმაძილი აქ ითვლება სულიერი ღრმაძილი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ აქვს ინტერესი, არც კი იცის და არც აქვს სურვილი, რომ საერთოდ გაიგოს რა ხდება და არაფერი არ აინტერესებს მატერიის გარდა. არაფერი არ აინტერესებს ინსტინქტიური თვითგადარჩენის გარდა. ეს არის მისი მოთხოვნილება და საერთოდ არც აქვს სურვილი და არც არანაირი პრეტენზია სრული ღრმაძილით ზძინავს. არანაირი პრეტენზია მას არ აქვს, არც გაცნობიერების, არც არაფრის და არც არაფრის არ ჯერა და არის ის რაც მატერიალური სამყარო და გონია, რომ არის ატომების და რაღაცა შემთხვევითი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შედეგი, რომელიც რაღაცა მილიარდობით წლის წინ დაიწყო და ეხლა იქ მილიარდობით წლის წინ სადღაც გუბეში რო ბაქტერია დაიბადა, იმიტომ არის ის კონკრეტულ აი ამ პოზიციაზე, სადაც არის. ხშირად აქვს ეგეთი აღქმა, არავის არ ვაკრიტიკებ, რა თქმა უნდა, ეს ცნობიერების მდგომარეობა და ვიღაცა მაგ მდგომარეობაში არის. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ბევრი არის მაგ ცნობიერების მდგომარეობაში, რომელიც საერთოდ ყველაფერს უარყოფს, რაც არის სულიერი. მაგასაც აქვს თავისი მიზეზები და მაგასაც აქვს თავისი დრო და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეგ შეგვიძლია შევადაროთ ღრმაძილის მდგომარეობას, რომელიც შეიძლება იყოს კარიერა, იყოს წარმატება, იყოს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცა აკლდეს მუდმივად. აი რაღაცა შიმშილი იყოს, აი რაღაცა იყოს, აი მაგალითად ძალიან დიდრულ სალატს რომ მოგიტანენ, ძალიან დიდრულ რესტორანში და აი რომ ერთი სული ძალიან კარგად გინდა რომ დაეწაფო რომ ეს დააგემონო და აი უცბად რომ არილიაკლი, აი რაღაცა რო არ არის ბოლომდე ისეთი როგორც უნდა იყოს რა, ანუ გატყუებს სილამაზე, მაგრამ ბოლომდე ვერ იღებ იმას, რის დაკმაყოფილებაც გინდა. შეგვიძლია აი მდგომარეობას შევადაროთ, რომელიც მუდმივ შიმშილს გავს. და შიმშილი არ კმაყოფილდება გარე სამყაროთ, სამწუხაროდ. აი შემდეგი ფაზა არის, როდესაც აი სიზმრების ცნობიერებას რო ეძახით, იწყება გამოღვიძება, გამოფხიზლება, ადამიანი იწყებს აღქმას, რომ მარტო მატერია არ არის და კიდე რაღაც არსებობს და აი ეს ოღონდ ცოტა ზემეტად წააგავს აი ამ სიზმრების მდგომარეობას, რომ აი რაღაცა ილუზია არის, რაღაცა გაგირკვევია, რაღაცა ვერ გაგიკვევია, რაღაცა გჯერა, რაღაცის არ გჯერა, იქ მიდიხარ იმას ცდილობ, მიდიხარ ამას ცდილობ და მოკლედ აი ცდილობ, რომ რაღაცა გააკეთო, რომ ცდილობ, რომ რაღაცას მოედო. ეს ძალიან გავს იმ ილუზორულ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ ვარდებით ხანდახან, როდესაც სიზმარს ვნახულობთ. სიუჟეტია, სცენარია, იმ მომენტში განიცდი გჯერა, მაგრამ გაიღვიძებ და არც არაფერი არ არის. თურმე ილუზია ყოფილა. აი დაახლოებით ეგ მდგომარეობა არის ის ეტაპი, რომელსაც ხშირად ადამიანები ვეძახით გამოღვიძებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რაღაც დონეზე გამოღვიძება, რაღაც დონეზე, მაგრამ თუ უფრო კონკრეტულად ვთქვათ, ეს არის აი ძილღვიძილის რაღაცნაირი ძილბურანის მდგომარეობა, რომელსაც თან აღიქვავ რაღაცასთან და თან ბოლომდე ვერ აღიქვავ და რაღაცა ილუზია მართავს ერთმანეთზეგან ვერ არჩევ. მესამე ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის სიფხიზლის მდგომარეობა, ეს არის უკვე ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ნანახი აქვს რეალურად ის რა იმალება მასში, რომ მასში აქვს უნარი, რომ იპოვოს ის სუფთა ცნობიერების მდგომარეობა, შეეხოს იმ წერტილს, მაგრამ ჯერჯერობით ჯერ კიდევ ვნებებში ცხოვრობს. ანუ ჯერ კიდევ ვნებებს ვერთმობს, არსებობს კარმა, ეს მუშაობს კარმა, არსებობს რაღაცა ვალდებულებები, რომელიც პირობითია, რა თქმა უნდა და რეალურად არ არსებობს და აი ამ მდგომარეობაში არის, რა, თან იცნო, თან ვერ იცნო, თან უნდა, თან ძველს ხერს ვერ უშვებს, იმიტომ რომ გაშვება რატომღაც გვიჭირს, ყველაზე მეტად გაშვება გვიჭირს და არა და სამყარო ყოველთვის პირიქით საპირისპიროს გვიმტკიცებს, რომ რაც უფრო მეც გაუშვებ, რომ მეც მიიღებ და სანამ არაფერს არ გაუშვებ, ვერაფერს ვერ მიიღებ, აი ეს პროცესი არის, ეს მდგომარეობა. ღრმაძილის დროს ცნობიერება საერთოდ არ არის, ანუ ყურადღება არ არის. სიზმრების დროს ყურადღება არის, მაგრამ ეს არის საკუთარ სამყაროში და ეს არის ილუზორული და სიფხიზლის მდგომარეობაში ყურადღება არის, მაგრამ ეს ყურადღება ვნებებში არის, სურვილებში არის. აი მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის თურია ჩიტანა, ეს არის ცნობიერების ის მდგომარეობა, რომელიც არის აი ამ სამის მიღმა, რაღაცა კიდე განსხვავებული და ეს განსხვავებული ცნობიერების მდგომარეობა არის ის პირველი წყარო, როგორც ვთქვით, რომელიც არის ყველაფრის
ყველაფრის დედა აზრი. შეგვიძლია ეგრეც ვთქვათ. ეს არის ყველაზე სასარგებლო მდგომარეობა, როდესაც როგორც წარანაც თქვით, თუ ხშირად ეხები და სისტემატურად გააქვს მასთან შეხება, გააქვს საშუალება, რომ ეგ მდგომარეობა გადმოიტანო უკვე ყოველდღიურობაში, ანუ მესამე ცნობიერების მდგომარეობაში. და არა მარტო მესამე ცნობიერების მდგომარეობაში და რაც გულისხმობ, ახლა ვიგეტყვით. აი, როდესაც თუ ვინმეს გააქვს გამოცდილება ტრანსცენდირების და თუნდაც წამიერად სადღაც გიგრძნიათ ის სიტკბო, რომელიც თქვენში არის, რომელიც ყველაზე ტკბილი არის, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ და შეგვიძლია პირობითად ამას დავარქვათ ნეტარება, აი ეს ნეტარების მდგომარეობა ყველას სადღაც გვაქვს განცდილი, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს შეგნებულად, ზოგს შეუგნებლად, მაგრამ როდესაც აი ამ მდგომარეობას ამ ნაპრწკალს დაიჭერს ადამიანი და აი ამას ცდილობს რომ დაუბრუნდეს და აი ამას უკვე აპრაქტიკებს და ის რაღაცა სინათლე სადღაცა ნაპრწკალი რომ შეიძლება თავიდან წამიერად იყოს, მერე ეს წამი ნემელა იზრდება და რო აღარ იკარგება, ეს არის უკვე მეხუთე ცნობიერების მდგომარეობა. ანუ ცოტა სხვანაირად რო თქვათ, როგორც მახარიში აღნიშნავს, ტრანსცენდირების დროს ადამიანს აქვს უნარი, რომ შეიჭრიტოს ღმერთთან. აი ჭუჭრუტანიდან რომ შეიხედო დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა და აი ეს მდგომარეობა ამის აღქმა არის ის უზენაესი ნეტარება, რომელსაც რეალურად ჩვენ ვეძებთ, ის სიტკბოება, რომელსაც ჩვენ ვეძებთ. და ამ სიტკბოებას სამწუხაროდ ვეძებთ თეორიულად და არ ვცდილობთ, რომ ეს პრაქტიკულად გავახორციელოთ და სანამ თეორიულად ვცდილობთ და რაღაც დოგმატური სწავლებებით, მანამდე სამწუხაროდ უფრო და უფრო რთულდება ეგ მდგომარეობა და უფრო მიუღწევადი ხდება. რაც უფრო ხშირად წყალებში და შეიჭყიტავ იმ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, გადატანის დროთა განმავლობაში შენ ნერვულ სისტემას და შენ ცნობიერებას აქვს უნარი, რომ ეს მდგომარეობა აღარ დაკარგოს, აღარც ღრმაძილის დროს, აღარც იზმრების დროს და არც სიფხიზლის დროს. ანუ მუდმივად არსებობდეს თან ღრმა სიმშვიდე და თან სიფხიზლე, ანუ სრული პოტენციალი. რომ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში ადამიანს აქვს სრული პოტენციალის გამოყენების საშუალება, აქვს მისი რესურსის გამოყენების საშუალება და ეს რესურსი ყველაზე კრეატიულ ფორმაში ვლინდება. და როდესაც აი ეს რასაც ჩვენ სიტყვაზე ვეძახით ინტუიციურ იმპულს ან იმ პირველ საწყის იმპულს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მართალია, არ ვიცით ჩვენ რატო არის მართალი, საიდან მოვიდა, რატო მოვიდა, მაგრამ ხშირად გვგრძნობთ, რომ ეს ნამდვილად ის არის, რაც ნამდვილია და ნაღდია. რაც უფრო ხშირად გვაქვს ამ საკუთარ თავში აი ამის აღმოჩენის საშუალება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დროთა განმავლობაში ვავარჯიშებთ პირდაპირ გაგებით ჩვენ ნერვულ სისტემას და ჩვენ ცნობიერებას, რომ შეძლოს დიდხანს გაჩერდეს მაგ მდგომარეობაში. და როდესაც ეს ღრმა სიმშვიდე და აი ეს სინათლე და ეს სიბრძნე, თუ შეგვიძლია ეგრეთ ვთქვათ, ანუ სიცხადე აღარ იკარგება, არა მარტო წამიერად სადღაც ან თუნდაც მედიტაციის დროს, ან თუნდაც ლოცვის დროს, ან თუნდაც რამე პრაქტიკის დროს და სულ მუდმივად არის პარალელურად, რასაც არ უნდა აკეთებდე, ღრმაძილით გძინავს სიზმრს ნახულობდე და თუ სიფხიზლის ცნობიერების მდგომარეობაში იყო, აი სულ მუდმივად როცა ფონად აი ეს ღრმა სიმშვიდე არის, ეს ითვლება რომ არის უკვე მეხუთე ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც კოსმიური ცნობიერებას ეძახიან. კოსმიური ცნობიერება პირობითად არის სიტყვა კოსმიური, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ენერგია და არსებობს რაღაცა ძალა, რომელიც ჩვენ სხეულში უჯრედებს ჩვენი ნებართვის მიუხედავად მაინც ამუშავებს. ჩვენ არ ვიცით ჩვენ უჯრედები როგორ პრინციპით მუშაობენ, ვიცით თუ არ ვიცით, მაინც მუშაობენ. ჩვენ არ ვიცით სისხლი როგორ მოქმედებს, სისხლი როგორ მოძრაობს ჩვენ სხეულში. არ ვიცით ბევრი რამე ჩვენ სხეულზე, მაგრამ მაინც შეგვიძლია რომ ვიარსებოდ ვისაუბროთ, მაინც ფაქტია რომ ვარსებობთ. და აი, როდესაც სუფთა ცნობიერების მდგომარეობას მუდმივად იჭერ, აი ამ მდგომარეობას მუდმივად იჭერ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს იმ ენერგიასთან კავშირი, რომელიც არის კოსმიური, რომელიც არის პასუხისმგებელი როგორც შენ უჯრედზე, ასევე გალაქტიკებზე და პლანეტებზე, რომლებიც აი ამ ჩვენი პლანეტის მიღმა არსებობენ. ანუ ისინიც რაღაც კანონზომიერებას ემორჩილებიან და ეს კანონზომიერება არის კოსმიური.
ანუ ჩვენი სიტყვებით რო თქვათ, ჩვენთვის გასაგები სიტყვებით რო თქვათ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის ღმერთთან. უფრო სწორედ რო თქვათ, ადამიანი თავის თავში პოულობს ღმერთს. ადამიანი თავის თავში პოულობს იმ პირველ საწყის და აღარ კარგავს არასდროს. სულ მუდმივად თავის თავში აქვს ახმა ამ სუფთა ცნობიერების მდგომარეობის. აი სადღაც ლოცვის დროს ან მედიტაციის დროს სადღაც გაელდა კი არა, უბრალოდ აღარ დაიკარგა და შენარჩუნდა. აი ეს რო აღარ დაიკარგოს და შენარჩუნდეს, ამას პირდაპირ გაგებით ჭირდება სწორი, ანუ სტრესებისგან განთავისუფლებული ფიზიოლოგია, ანუ ნერვული სისტემა. თუ ნერვულ სისტემას არ აქვს უნარი, რომ ამხელა ენერგია გაატაროს, რომც მიიღო ეგ მდგომარეობა აუცილებლად დაიკარგება. აუცილებლად, იმიტომ რომ სხეულში სტრესი არის და სხეულს არ აქვს საშუალება და უნარი, რომ აი ეს ამხელა ენერგია დაიჭიროს. და სამწუხაროდ იკარგება. მაგრამ რაც არ უნდა დაიკარგოს, სულ რო წამით იყოს, იმ მომენტში ადამიანის გონება იმხელა უზენაეს ენერგიას ეხება, რომ ესეთი არასდროს გამოცდილება არ ქონია და უკვე მისი სურვილი და მიზანი არის აი უზენაესთან უბრალოდ ვეღარ მოისვენებ იმის გარეშე. უბრალოდ შენი ინტერესი არის, რომ აი ეს სიტკბო, რაც არის ნეტარება, არა უკვე გარე სამყაროში ეძებო და იქიდან მიიღო, არამედ საკუთარ თავში, საკუთარ წყაროში, პირველ წყაროსთან შეხებით მიიღო. და როდესაც ამას ხშირად აკეთებ და სტაბილურობ ამ მდგომარეობას, ნიშნავს, რომ შენ გაქვს კავშირი ბუნების იმ კანონებთან, რომელიც მთლიანად აი ამ სამყაროს მართავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გაგებით რო თქვათ, აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ღვთისნებით იწყებს ადამიანი ცხოვრებას. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არღვევს ბუნების კანონებს. არ არღვევს იმ კანონებს, რომლითაც არის ეს სამყარო შექმნილი. ამ სამყაროში რაღაც კანონები არსებობს, რაღაც კანონზომიერება არსებობს, რომელსაც მაგალითად ზოგს ფიზიკა დავარქვით, ზოგს ბიოლოგია დავარქვით, ზოგს კონსტიტუცია დავარქვით და რაღაცა კანონები, შეზღუდვები რაღაცა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის სრული ინფორმაცია ჯერ კიდე არ გვაქვს. უფრო სწორედ რო თქვა, ძალიან დიდი ხნის წინ დაგვავიწყდა და არც ვიცით და არც გვახსოვს და ვეძებთ, თუმც გარე სამყაროში ვეძებთ. ეხლა კიდე არის სამყაროში პერიოდი, როდესაც ეს იცვლება და გარედან მზერა საკუთარ თავში ტრიალდება და როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ ეს ყველაფერი, რასაც გარეთ ვეძებდი, თურმე საკუთარ თავში ყოფილა და იწყებს აი ამასთან უშუალო პირდაპირ გამოცდილებას, ის აუცილებლად მიიყვას მას კოსმიურ ცნობიერებამდე, მაგრამ ამას სჭირდება პრაქტიკა, ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება მუშაობა, ამას სჭირდება დისციპლინა, ეს ერთ თვეში და ორ თვეში არ ხდება, ღმერთმა ქნას, რომ ყველას ორ თვეში ეგ ცნობიერების მდგომარეობა გქონდეთ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამას სჭირდება მართლა მონდუმება და ამას სჭირდება მართლა ძალიან დიდი დისციპლინა. და თუ დისციპლინა და მონდომება იქნება და სისტემატურად გვაქვს საშუალება, რომ მაგ მდგომარეობას დაუკავშირდეთ, საბოლოო ჯამში ისე მყარდება ეგ მდგომარეობა ჩვენ ფიზიოლოგიაში, რომ არასდროს აღარ იკარგება. ეხლა ცოტა უფრო ადამიანურად და გასაგებად რო თქვა, საერთოდ რაზე არის საუბარი, მეხუთე, ანუ კოსმიური ცნობიერების მდგომარეობაში სუბიექტი არ წყვეტს არსებობას, სუბიექტი მუდმივად არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სუბიექტური საკუთარი თავის აღქმა მუდმივად არის. ანუ რასაც არ უნდა აკეთებდე, რა გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს გარეთ რაც არ უნდა ხდებოდეს, შენ ეს აღარ გეხება და ეს არის უბრალოდ გარეთ რაღაცა დეკორაცია, რომელიც შენთვის უბრალოდ ინფორმაციაა და ენერგეტიკულად და რეზონანსში საერთოდ აღარ მოდის შენთან, ანუ შეხება აღარ აქვს ამას შენთან. ის შენი გამოცდილება აღარ არის, იმიტომ რომ შენში ღმერთი მარადიულად არის და არც არაფერი აღარ გჭირდება გარედან, არც ენერგია გჭირდება, არც სიყვარული გჭირდება, არაფერი არ გჭირდება, რომ სრულად თითქმარი ხარ შენ თავში. და ეს არის მეხუთე ცნობიერების მდგომარეობა, ანუ კოსმიური ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც ყველა დისციპლინა თუ ყველა სწავლება სხვადასხვანაირად ხსნის და სხვადასხვანაირად განმარტავს. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა რელიგია იქნება, ფილოსოფია იქნება, ერთი და იგივეზე საუბრობს ყველა. უბრალოდ სხვადასხვა ენით საუბრობს ყველა. და ერთი და იგივეზე ჭეშმარიტება ერთია და უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობა ერთია, თუმცა კოსმიური ცნობიერება არ არის უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობა. ეს არის გავიგეთ, რომ ღმერთი საკუთარ თავთან არის, მუდმივად საკუთარ თავის აღქმა არის, ღმერთი მუდმივად ჩვენთან არის, სუბიექტი არასდროს არ იკარგება, სრული სიმშვიდე და სრული სიფხიზლე პარალელურად ყოველთვის არის, მაგრამ ეს არ არის უზენაესი რეალობა, არსებობს კიდევ უფრო მაღალი ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის ღვთაებრივი ცნობიერება. ღვთაებრივი ცნობიერება ესეც არის უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობა, მაგრამ კოსმიური ცნობიერებისგან ხარისხობრივად განსხვავდება. კოსმიური ცნობიერება თუ არის საწყისი ეტაპი და დასაწყისი ამ იმის აღქმის,
ღვთაებრივი ცნობიერება არის უკვე დასასრული, აი სრული სურათი, სრული მზასურათი, მანამდე რაღაცას ხედავ, ვერ ხედავ და მე აი სრულად ხედავ უკვე აი ამ რეალობას. ეს არის უკვე ღვთაებრივი ცნობიერების მდგომარეობა. ღვთაებრივი ცნობიერება არის ის მდგომარეობა, როდესაც უკვე ღმერთს აღარ კარგავ არა მარტო საკუთარ თავში, არამედ გარეთ სამყაროში. კოსმიური ცნობიერება არის, როდესაც საკუთარ თავში მუდმივად არის სუბიექტური აღქმა საკუთარი თავის და არ იკარგება როგორც თქვა ღმერთი და შენთან არის მუდმივად აი ეს უზენაესი მდგომარეობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაინსტალირებული გარეთ სამყაროში. გარეთ სამყაროში ჯერ კიდევ სხვაობა არის, ჯერ კიდევ არ არის და აი ღვთაებრივ ცნობიერებაში არის ის მდგომარეობას აღწევს ადამიანი, როდესაც აცნობიერებს, რომ აი შენში რაც არის, ზუსტად იგივე ღმერთი არის გარეთ. იმიტომ რომ ორი არ არსებობს, ერთია უბრალოდ მანამდე ვერ აღიქვავდი, მარტო შენ თავში რო იპოვე, იმით ხარ ბედნიერი და მე უკვე იწყებ გარეთ სამყაროში ამის აღქმას და როცა გააქვს უნარი, რომ ყველაფერში დაინახო ის ღმერთი, რომელიც შენში არის, ეს არის უკვე ღვთაებრივი ცნობიერების მდგომარეობა. ცოტა ადამიანურად რო ახსნათ, რა სხვაობა არის კოსმიურ და ღვთაებრივ ცნობიერებას შორის, კოსმიური ცნობიერება იქნება მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ მხატვარს რო შევადაროთ, იწყებს დახატვას რაღაცა სურათის, შეიძლება იყოს პეიზაჟი, პორტრეტი, რაც არ უნდა იყოს, ჯერ იწყებს სქელი ფერების დასხმას, ანუ სქელ ფუნტს იყენებს, რომ ის ფონი შეიქმნას და ახლა რო შეხედავ, მიხვდები რას ხატავს პეიზაჟია, პორტრეტია, ეს რაღაც ინფორმაციას მოგცემს. მაგრამ ეს არ იქნება სრული სურათი, დამთავრებული ჯერ არ არის შემოქმედება ბოლომდე არ დასრულებული. ღვთაებრივი ცნობიერება არის, როდესაც უკვე შენი აღქმა იმ დონეზე იზრდება, რომ აი ეს სურათი მთავრდება, სრულდება და ის მხატვარი ბოლო შტრიხსაც, ბოლო პატარა წვრილ დეტალსაც დაასრულებს და აი რო ხედავ და აცნობიერებ ამ მდგომარეობას, ეს არის ის სიყვარული, რომელიც მანამდე შენ თავში იპოვე, მე ხედავ, რომ ეს სიყვარული არის გარეთ ყველაფერში. კოსმიურ ცნობიერებაში ხედავ, კი არ ხედავ, უბრალოდ გრძნობ, როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მუშაობს კარმა, რომ ყველაფერი ამ ყველა სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის და ღვთაებრივ ცნობიერებაში უცბად აცნობიერებ, რომ რეალურად ამ სამყაროში რაც არის მხოლოდ სიყვარული და მეტი არაფერი. იმიტომ რომ თვითონ თავად სიყვარული არის კავშირი. და ამ სამყაროში ყველაფერი სიყვარულია, იმიტომ რომ ყველაფერი კავშირში არის, მაგრამ შენ იმ მომენტში არ იყავი ამაში, ამ კავშირში არ იყავი და ვერ გრძნობდი მანამდე და აი ამ მდგომარეობას როგორც კი აღიქვავ, ღვთაებრივ ნეტარებას თავად განიცდი. ჩვენ რელიგიაში აი ნეტარი მამები, აი ადამიანები, რომლებიც რაღაც ნეტარების მდგომარეობას მიაღწიეს, ეს არის ის განსაზღვრება, რომლითაც შეგვიძლია ერთმანეთს მივცეთ ინფორმაცია, გავაგებინოთ თუ რომ ცნობიერების მდგომარეობას მიაღწია ადამიანმა. ღვთაებრივი ცნობიერების მდგომარეობა არის სრული ნეტარება და ეს ნეტარება, როცა შენი ყოველდღიური გამოცდილება ხდება, ეს არის უკვე ღვთაებრივი ცნობიერება. თუმცა ესეც არ არის უზენაესი რეალობა. არსებობს კიდევ უფრო მაღალი ცნობიერების მდგომარეობა, მეშვიდე ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის ერთიანობის ცნობიერება. და ეს არის სრული რეალობა ოღონდ ცნობიერების თვალსაზრისით. ეხლა რას ნიშნავს? ეხლა გამოდის, რომ კოსმიური ცნობიერებაც, ღვთაებრივი ცნობიერებაც და ერთიანობის ცნობიერებაც სამივე უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობაა, მაგრამ ხარისხობრივად არის სხვაობა. და საინტერესო ის არის, რომ კოსმიურ და ღვთაებრივ ცნობიერებაში კი თავიდან აღიქვი სამყარო, გაგიჟდი, გადაირიე, კარმა როგორ მუშაობს, როგორ ყველაფერი თურმე კავშირშია, მე ეს კავშირი აღმოიჩინე, რომ თავად სიყვარულია და შენ ხარ ამ სიყვარულის ნაყოფი და გადაირიე, მაგრამ ეს მაინც გარეთ ხდება. ანუ კოსმიური და ღვთაებრივი ცნობიერება რო არსებობდეს, ანუ რო შედგეს, უნდა არსებობდეს სამად დაყოფის პრინციპი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს სუბიექტი, უნდა არსებობდეს ობიექტი და უნდა არსებობდეს კავშირი სუბიექტს და ობიექტს შორის. თუ რომელიმე აი ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც აკლია, ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი ცნობიერება სახეზე არ არის. ანუ არ არის იმ მდგომარეობა. ეს სამი ერთდროულად უნდა არსებობდეს, სამი ერთდროულად. ანუ უნდა არსებობდეს დამკვირვებელი, უნდა არსებობდეს დაკვირვების ობიექტი და უნდა არსებობდეს მუდმივი დაკვირვების პროცესი. და
კოსმიურ ცნობიერებაში ეს მუდმივად დაინსტალირებულია. ანუ მაგალითად რო ავხსნათ, როდესაც საკუთარი თავის სუბიექტური აღქმა გაქვს და ფიქრი მოვა და ფიქრს გაყევი და წაგიღო ფიქრებმა და ოცნებამ, მაშინ გამოდის რომ ეს სამება უკვე ინგრევა, ეს სამი პრინციპი იშლება და აღარ ხარ უმაღლეს ცნობიერების მდგომარეობაში და ხარ იმ ცხოველურ ცნობიერების მდგომარეობაში, რომელთაც დავიწყეთ საუბარი, ანუ ვნებაში. მაგრამ როდესაც აი ამ სამს ერთდროულად კრავ და შენი სუბიექტური აღქმა აღარ გეკარგება, რაც არ უნდა მოხდეს გარე სამყაროში, ეს არის უკვე ის, რაც გაძლევს უმაღლეს ცნობიერებას, ანუ კოსმიურ და ღვთაებრივ ცნობიერებას. თუმცა როგორც თქვით, ბოლო რეალობა ეს არ არის. ერთიანობის ცნობიერებაში ქრება სამი და რჩება მხოლოდ ერთი. ანუ უმაღლეს ცნობიერების მდგომარეობაში რჩება მხოლოდ სუბიექტი და ქრება ყველანაირი ობიექტი. ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებელი, რასაც არ უნდა დააკვირდეს, თავის თავს აღიქვავს ყველგან და ყველაფერში. ეხლა ეს არ არის პარანოია, არ შიზოფრენია, ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხდება ცნობიერების დონეზე და არა ფიზიოლოგიურ დონეზე. და არა პირდაპირ გაგებით. იმიტომ რომ ჩვენ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყოველთვის ყველაფერი იცვლება და ეს არის მუდმივი ცვალებადობის სამყარო და იმიტომაც არის უნიკალური და განსხვავებული, რომ აქ ერთი მეორეს არაფერი არ იმეორებს არასდროს. რამდენი ხანიც არ უნდა ითხოვოს, ერთნაირი ფიფქი არ ჩამოვარდება, არ არსებობს ცას ერთნაირი ფიგურა წამოწდეს, ყველა არის ინდივიდუალური, როგორც ადამიანები ვართ ინდივიდუალურები, აბსოლუტურად ყველა. და ეს არის ზუსტად ეს სიდიადე აი ამ სამყაროში, რომ ჩვენ ცხოვრობთ უსაზღვრო, უსაშველო მრავალფეროვნების სამყაროში და უნარი, რომ ამ მრავალფეროვნებაში შენ დაინახო ერთიანობა, ეს არის უკვე ერთიანობის ცნობიერების მდგომარეობა. და ეს არის ცნობიერების მდგომარეობაში, თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფორმას დავკარგავ და სადღაც გავიდღუბებით და ვიღაცას შევუერთდებით პირიქით, შენ შეიძენ იმ შენ ავთენტურ გამოვლინებას, რაც რეალურად ხარ და მოიშორებ საერთოდ ყველაფერს, რაც არ ხარ და რაც ხელს გიშლის, რომ გამოავლინო ის სიყვარული და ის ენერგია და ის სუფთა ცნობიერება, რომელიც შენში იმალება და ლამობს გამოსვლას და ის სულ მადმედის მითითება, რომ დავაკვირდეს ჩვენ ცხოვრებაში, სულ ეგ არის, რომ რეალურად ჩვენ გვინდა აი ამ ნეტარების შეგრძნება და ამ ნეტარების გაზიარება და როდესაც ამას ვერ ვიღებთ, მე იწყება თელი პრობლემები. და ერთიანობის ცნობიერების მდგომარეობაში, როგორც თქვით, ეს არის ყველაფერი გაერთიანებული ოღონდ ცნობიერების მდგომარეობა დონიდან. ანუ ეს იმის თქმა მინდა, რომ ფორმებში განსხვავება ყოველთვის იქნება მატერიალურ სამყაროში, მაგრამ შინაარსში არასდროს. ანუ შენ ამჩნევ, რომ შინაარსი არის ერთი, მაგრამ ფორმა არის მრავალი. როგორც მაგალითად შეგვიძლია ეს პატერნი ყველაფერში დავინახოთ, როგორც ადამიანში, ასევე სცენარეებში. მაგალითად, ყვავილი რო ავიღოთ, წარმოიდგინეთ ნებისმიერი ყვავილი. ნებისმიერი ფერის, აი მაგალითად ვარდი რო ავიღოთ. და ეს ვარდი ზოგან ყარიტოტია, ხო, ზოგან დრეკადი ფოთოლი აქვს, ზოგან უფრო ბაციღია, ზოგან უფრო მწვანე არის, უფრო მუქია, ზოგან სუნიუდის, ზოგან ყვითელია, ზოგან წითელია, ზოგან ფურცლებია, ზოგან ეკლებიც აქვს და ეს არის მრავალფეროვნება რეალურად. და უყურებ და მრავალფეროვნება არის. მაგრამ როდესაც აი ეს მრავალფეროვნება ერთის შეხედვით ეს არის მატერიალური რეალობა, მაგრამ ერთიანობის თვალით დანახული ვარდი იქნება უფორმო, უსუნო, წვენი, სითხე, რომელიც ზოგან წარმოიქმნება, ტრანსფორმირდება უბრალოდ ფოთლად, ზოგან ტრანსფორმირდება როგორც ტოტად, ზოგან ტრანსფორმირდება როგორც სუნად, ზოგან როგორც ეკლად და ის ერთი, რომელსაც არც კი სახეც კი არ გააჩნია, ის ქმნის ამ მრავალფეროვნებას და არ შეეშლება არაფერი, ერთი მეორეს არც გაიმეორებს, იმდენად უნიკალურად ხდება ეს პროცესი. მაგრამ უნარი, რომ ფორმის მიღმა დაინახო შინაარსი, ეს არის უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის ყველაზე მაღალი ცნობიერება იქიდან გამომდინარე, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს არც არავისთან არაფერი სამტკიცებელი არ აქვს, არც არავისთან საჩხუბარი და საკამათო არაფერი არ არის, არც არავისთან გასაყოფი არ არის, იმიტომ რომ არავინ არ არსებობს შენს გარდა. იმიტომ რომ ის საწყისი ერთიანობის არის ყველაფერში. იგივე შენში, იგივე სხვაში, იგივე ცხოველში, იგივე მცენარეში და ამ ცნობიერების მდგომარეობის მიღწევის უნარი გააჩნია ადამიანის ფიზიოლოგიას. ამიტომ ადამიანად დაბადება არის ძალიან დიდი ღვთის საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიყენო და აი როგორც ნათქვამია, ერთი წუთიც კი არ უნდა დაკარგო უქმად, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წუთიც კი არ უნდა მოცթե
და უარი არ უნდა თქვა ტრანსფორმაციაზე, იმიტომ რომ ადამიანს აქვს უნარი განვითარდეს უსაშველოდ. ანუ განვითარდეს იმ ცნობიერების მდგომარეობამდე, რასაც ჩვენ რელიგიაში უმაღლეს მდგომარეობას ვეძახით, ღმერთთან შეერთებას ვეძახით. აი ამის მიღწევის საშუალება ადამიანს გააჩნია და მის რესურსის გააჩნია ადამიანს და ჩვენი რელიგია პირდაპირ გაგებით მგზავრებია თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მაგ მდგომარეობამდე მივიდეს მდგომარეობამდე და არა ის იმას არ ნიშნავს რომ რაღაცის უნდა შეეშინდეს, იმიტომ რომ შიშით მათ ვერასდროს ვერ მიხვალ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი ტყუილი სამწუხაროდ, რომელიც არის გავრცელებული და თავს მოხვეული, რომ აი აქ უნდა იტანჯო, ეხა უნდა შეგეშინდეს, ეხა უნდა იყო პრობლემებში, ეხა რაღაცა უნდა დაიტანჯო და მერე ცხონდები. სადმე ერთი არის წამი, მხოლოდ ერთი წამი გვაქვს, აი ეს წამი გვაქვს, ეს წამი, ეს არის, სულ ეს არის, აი აქ და ახლა არის და სად სხვაგან არ ვიცი მე სად ცნობიერების მდგომარეობა ფიზიკურ დონეზე არ არსებობს, სხვაგან არ არსებობს, ერთი არის აქ. და აქ ხდება ყველაფერი აბსოლუტურად. 60-იც აქ არის და ჯოჯოხეთიც აქ არის და 60 იქნება თუ ჯოჯოხეთი იქნება, ეს შენი არჩევანია რეალურად. შეიძლება არა ცნობიერად, მაგრამ არის. და როდესაც შენ აი იმ დესტრუქციულ კოდებს, ანუ იმ სტრესებს, იმ ძველ კარმას ამუშავებ, რომელიც შენ ხელს გიხლის აი ამ გაცნობიერებაში, გინდა არ გინდა ამ ცნობიერების მდგომარეობას იხსენებ, კი არ იბრუნებ. შეგვიძლია ვთქვათ იბრუნებ, ან რაღაცას კი არ აღწევ, ამას იხსენებ, იმიტომ რომ რეალურად შენი ის ნაპერწკალი ხარ. შენში არის ის ნაპერწკალი, რომელიც არის ყველაფერში, მაგრამ შენში ამ ნაპერწკალს გაუმართლა, იმიტომ რომ აქვს საშუალება რომ პირველ წყაროს დაუბრუნდეს. დანარჩენ ამ სამყაროში როგორც ვთქვით, ცხოველებს, მცენარეებს და სხვა არსებებს ამის საშუალება არ გააჩნია. და ამას აკეთებს ყველაფერს მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, ანუ ტრანსცენდენტული ცნობიერების მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდით, როგორ რამენაირად ტრანსცენდირდით, ანუ რამენაირად თქვენ გონება მიაჩვიეთ გონების მიღმა მდგომარეობაში არსებობა. და ეს ჩემი სიტყვები არ არის. ყველა რელიგია და ყველა ფილოსოფია ამას იძახის. თუნდაც ვედური ფილოსოფია რაც არის. აი ბჰაგავად გიტა რო ავიღოთ, თელი ბჰაგავად გიტის აი სცენარი რაც არის ის რომ კრიშნა არჯუნას უხსნის ზუსტად ამას, როგორ გავიდეს სამი გუნის მიღმა და როგორ იმოქმედოს იქიდან ისე რომ ახალი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ გამოიწვიოს. ანუ სხვა სიტყვებით რო თქვათ, ახალი კარმა აღარ გამოიწვიოს. სამი გუნა პირდაპირ გაგებით არის ის მატერიალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და სანამ ჩვენი ყურადღება მხოლოდ ამ მატერიალურ სამყაროში არის და ამ მატერიალურ სამყაროს არ ცდება, ჩვენ არ გვაქვს უნარი, რომ ჩვენმა გონებამ იმუშაოს იმ ცნობიერების მდგომარეობიდან. და აი, როდესაც ტრანსცენდირდები და იმ ტრანსცენდენტული მდგომარეობიდან გააქვს უნარი, რომ იმოქმედო, იაზროვნო, ეს გაძლევს საშუალებას სწორი და რაც მთავარია ძალისხმების გარეშე სპონტანური მოქმედების. სპონტანურად სწორი მოქმედება და სწორი მოქმედება ყოველთვის სპონტანურია და არა წინასწარ დაგეგმილი. წინასწარ რაც არ უნდა გეგმო, ის იქნება გეგმები და დარჩება გეგმებად. მაგრამ სპონტანურად რაც ხდება, აი აქ დაახლა მდგომარეობაში და რა ხვალინდელი დღე და ზეგინდერი და მომავლის გეგმაში კი არა, აი აქ როცა არის ყურადღება, აი აქ ზუსტად იცი რა და როგორ უნდა გააკეთო, ამას უკვე სპონტანურად აკეთებ. ამას არ ჭირდება ბევრი ნერვიულობა, ბევრი ფიქრი, ბევრი რაღაცების და გეგმების შესრულება. ამას ჯობია გქონდეს კავშირი საკუთარ თავთან და ის ინტუიციური აღქმა და შენი ინსტინქტები, ოღონდ არა უკვე ცხოველური ინსტინქტები, არამედ უფრო მაღალი ცნობიერი ინსტინქტები მოგცემს საშუალებას, რომ გააღწიო იმ ლაბირინთიდან, რომელ ლაბირინთშიც თითოეული ვიმყოფებით და ვცდილობთ აქედან გავიდეთ, რომ გავძვრეთ და გავყვეთ იმ სინათლეს, რომელიც რეალურად გზას გვიჩვენებს და ეს სინათლეს და ეს გზაც საკუთარ თავში არის და გარე სამყაროში არაფერი არ ხდება და სანამ გარე სამყაროში ვცდილობთ რომ რაღაცები შევცვალოთ და პირდაპირ გაგებით შევცვალოთ, სამწუხაროდ ეს ისევ უარეს აკეთებს, ანუ ისევ იმას აძლიერებს, რასაც ჩვენ ვებრძვით ან რასაც ვეწინააღმდეგებით. პირდაპირ გაგებით მატერიალურ სამყაროში თუ რამეს გვინდა რომ მივაღწიოთ, რამე გვინდა შევცვალოთ, საპირისპირო ენერგია უნდა დაუპირისპიროთ, უნდა დავაბალანსოთ, უნდა გავანეიტრალოთ. თუმცა მთელი სწავლება, ვედური სწავლება არის ის, რომ ისე ისწავლო მოქმედება და აზროვნება სპონტანურად, სწორი მინდობით, რომ შენი მოქმედება ყველა ვარიანტში იყო სამყაროსთან, ანუ ღმერთთან შეთანხმებული და ამ მომენტში უბრალოდ აზრათაც არ მოგივა, უბრალოდ შეუძლებელია რომ რამე დესტრუქციული თავში აზრი მოგივიდეს. იმიტომ რომ შენში დესტრუქცია აღარ არსებობს, შენში ტრამვა, შენში სტრესი
აღარ არსებობს და სუფთა ცნობიერების მდგომარეობიდან გააქვს საშუალება, რომ ინტუიციურად იმოქმედო. და ეს შენი ყველა მოქმედება არის უკვე ევოლუციური, რომელიც თითოეულ მოქმედება, თითო ნაბიჯი არის ევოლუციის გზაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ მივიღოთ პირდაპირი გამოცდილება და არა თეორიული ცოდნა. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ თეორიულ ცოდნაზე, ეს დარჩება მაინც რაღაც დონეზე და ეს უნდა განვიცადოთ. თუ არ განვიცდით, მაშინ მარტო ინტელექტით ამის გაგება შეუძლებელია. აი ხა მაგალითად თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან განვითარებული არის. აი ყველას კომპიუტერში, ტელეფონში ყველას აქვს, აი ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT შეგიძლია მიწერო, ყველაფერს ჩამოგიწიკწიკებს ხო შენად იდეალურად. რომ მიწერო მაგალითად აი ფეხბურთის თამაში რაღაცა გაინტერესა, აი საქართველოს ნაკრები თამაშობდა და აი დაგაინტერესა და გინდა რომ აი რა ხდებოდა თამაშის დროს, უთხრა ჩამოგიწიკწიკებს ყოველ წამს რა მოხდა იქ ფეხი ვინ შეახო, ვინ დაარტყა, როგორ გაიკვანძა, ისეთი იყო, ესეთი იყო, თელ თამაშს მოგიყვება. და შენ ამას შეიძლება წაიკითხო და გაიგო რა მოხდა ინტელექტუალურად, მაგრამ ეს რასაც შენ გაიგებ იმ მომენტში და რასაც გაანალიზებ, იგივე იქნება, რაც ყურების დროს ემოცია განიცადე. აი რაც განცდა დაიბადა და რაც გაჩნდა, იგივე გაჩნდება წაკითხვით. ხო, ვერ გაჩნდება ვერასდროს, ის სხვა არის და ის სხვა არის. ანუ ინტელექტი არის რაღაცა, ერთ-ერთი ხელსაწყო, რომლითაც შეგვიძლია რაღაც დონემდე რაღაცა ავხსნათ, მაგრამ სამწუხაროდ ინტელექტი ვერ მუშაობს იმ სიღრმეში, რა სიღრმეშიც ახლა არ გვაქვს საუბარი, ახლა ამ მომენტში გვაქვს საუბარი. და რეალურად ინტელექტუალური აზროვნება არის გონების ზედაპირული შრე და ამაზე ბევრად უფრო ღრმა შრე არის მაგალითად ინტუიციური გონი. აი ეს ინტუიცია ბევრად უფრო სუფთაა, ბევრად უფრო სიღრმიდან მოდის, ბევრად უფრო რეალურია და ზუსტად იცი რომ ეგრეა. აი რავი რომ მოგაჭრან იცი რომ ეგრე არის, რატომ იცი, საიდან იცი, ვინ გითხრა ისიც არ იცი, მაგრამ ზუსტად იცი. და რეალურად ხშირ შემთხვევაში თუ დაკვირვები ხართ ეგეთი გაცნობიერება, ანუ ეგეთი იმპულსი რომ მოდის, სულ ყოველთვის სწორი არის, ძალიან იშვიათად თუ შეცდი შენ, იმიტომ რომ ეთყობა გეგონა ინტუიცია და არ ყოფილა სინამდვილეში მე აღმოჩნდა რომ ინტუიცია არ იყო, თორე ინტუიცია არასდროს არ ცდება. და ინტუიცია არის ის მდგომარეობა, რომელსაც აქვს შეხება ამ სუფთა ცნობიერებასთან, მაგრამ მაინც აზროვნების პროცესი არის. და ინტუიციის მიღმა არის სუფთა ცნობიერების მდგომარეობა და აი შენ თუ გაგუნარი რომ შენი ყურადღება არა ზედაპირზე და გარესამყაროში იყოს, არამედ აი ამ სუფთა ცნობიერების მდგომარეობიდან აღიქვავდე და უყურებდე ამ სამყაროს, ეს არის უკვე უმაღლესი აი რასაც გასხიოსნებას ეძახიან, ამაღლებას ეძახიან, განთავისუფლებას ეძახიან, აი ეს არის ის მდგომარეობა. ეხლა ცოტა ორი სიტყვით რო ვთქვათ მიმდინარე მოვლენებზე, როგორც არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში, აი ზუსტად ეს პერიოდი არის, რომ მიმდინარეობს მასიური გამოღვიძება, გამოფხიზლება, აი ამ ცნობიერების მდგომარეობაში დაბრუნება და ძალიან იცვლება ინტერესები. და ეს ინტერესები გარესამყაროდან საკუთარ თავში ტრიალდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრენდი არის, რაღაცა მოდა არის, მედიტაცია, იოგა, საკუთარი თავის მოვლა, სპორტდარბაზში სიარული, სწორი იკვება, ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია. იმიტომ რომ სწორად იკვებები, დარბაზში დადიხარ, ფეხბურთზე დადიხარ, არ აქვს მნიშვნელობა იოგას აკეთებ, რაც არ უნდა აკეთებ და შენი თავისთვის აკეთებ. და რაღაცა გაგებით შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი შენი თავისთვის აკეთებ რა ეგოისტი ხარ, მაგრამ ეგ არ არის ეგოიზმი. ეს არის საკუთარი თავის მოვლა და საკუთარი თავის ტრანსფორმაცია და ზრდა. და ჩვენ მხოლოდ ერთი ადამიანი გვაბარია და ეს ერთი ადამიანი მისახედად ჩვენი თავია რეალურად. და თუ მოახერხე ერთი ადამიანის მიხედვა, ნუ საკუთარი თავის მიხედვა და აი ამ დისციპლინაში მოქცევა და გაწრთნა და გაზრდა, მიიღებ იმ უზენაეს საჩუქარს, რაზეც წეღა მქონდა საუბარი. ანუ მიიღებ შენ ცხოვრებაში პირდაპირ გამოცდილებას აი ამ სუფთა ნეტარების. საჩიტანანდა. ეს არის სამი სიტყვა, რომელიც სრულად აღწერს ამ მდგომარეობას. ყოფიერება განიცდის ნეტარებას. აი ეს არის რაც ხდება ამ სამყაროში. ყოფიერება, ანუ ის რომ შენ ხარ, აი ეს შენი აღქმა, მისი უშუალო გამოცდილება ხდება ის ნეტარება, რომელიც არის ამ სამყაროში. აი ეს სამი სიტყვა აღწერს რეალურად თლიან პროცესს,
და ეს არის ფინალი საერთოდ ყველაფრის. და აი ამ მდგომარეობამდე მისვლა არის არა მარტო ჩვენი მიზანი, არამედ უკვე ჩვენი მოვალეობა. პირდაპირ გაგებით. ამიტომ წარმატებას გისურვებთ ყველას აი ამ თავგადასავალში. ეს თავგადასავალი არის ძალიან ლამაზი, არის შეუდარებელი, არის განუმეორებელი და ეს შეგვიძლია შევადაროთ ზღაპარს, შეგვიძლია შევადაროთ რავი გმირის თავგადასავალს და თან მნიშვნელოვანი ის არის, რომ 10 მილიარდი ადამიანიდან 10 მილიარდი გმირია. 10 მილიარდს ყველას თავისი თავგადასავალი აქვს, თავისი ზღაპარი აქვს, თვითონვე არის გმირი ამ ზღაპრის და თვითონვე არის დამკვეთის და შემსრულებელიც იმის, რაც მის ცხოვრებაში ხდება, პირდაპირ გაგებით. და ყველა ჩვენ გზას გავდივართ და ჩვენი გზით უბრუნდებით იმ სუფთა ცნობიერების მდგომარეობას, საიდანაც ჩვენ თვითონ მოვდივართ. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა რა გზას ადგიხარ, რას აკეთებ და როგორ აკეთებ, თავარია შენ ეცადო, რომ შენ თავთან გქონდეს უფრო მეტი კავშირი. და ეს მეტი კავშირი არ იყოს არა როგორც აი ძალისხმევა, დაძალება, იძულება, არამედ იყოს სრული ნება. არა უკვე ვნება შენი პირადი, არამედ უზენაესი ნება. და ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ყველანი გავდივართ და არა აქვს მნიშვნელობა რა ტექნიკით ან რა ტექნოლოგიით ვაკეთებთ. თავარია რომ გაკეთდეს. და რაც უფრო მეტი მიაღწევს ამას საკუთარ თავში, პროცენტულად, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მაგ ცნობიერების მდგომარეობაში, თუნდაც ერთხელ მაინც დაკავშირებული, ეს თლიანად ცლის თლიან სურათს. იმ კოლექტიურ სურათს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება დაკავებული საკუთარი თავის შემეცნებით და საკუთარი თავის ტრანსფორმაციით, უკეთესი ცხოვრების ხარისხი გვექნება არა როგორც მარტო ინდივიდებს, არამედ ზოგადად კოლექტივს. და ეგ არის ჩვენი მდგომარეობა, რომ რამენაირად მეგოდან გამოვიდეთ და მეს ძახილიდან გამოვიდეთ და მივიდეთ იმ ცნობიერებამდე, რომ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ყველანი რეალურად ერთნი ვართ და გასაყოფი არც არაფერი არ არის. და სანამ გონია რომ გასაყოფი არის, მანამდე სულ იქნება. და ყოფს რა ინტელექტი, აერთიანებს რა გული. ამიტომ მე გირჩევთ, რომ გულის გზას მიყვეთ და დაუჯეროთ თქვენ თავს. კისერი რომც მოიტეხოთ, მაინც ჯობია რომ დაუჯეროთ. მინიმუმ თუ არ გაგიმართლათ, იმას მაინც მიხვდებით, რომ ეს გულის ხმა არ ყოფილა და შეიძლება სხვა რაღაცა ყოფილა და ამიტომ გარჩევას მაინც ისწავლით. ამიტომ თავარია არ გაჩერდეთ, თავარია იმოძრაოთ, თავარია მუდმივად განვითარების პროცესში იყოთ, არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, აი პატარა მცირედი მაინც თქვენი ზრდა ეს არა მხოლოდ ინდივიდუალური ზრდა არის, არამედ თითო აგური არის დადებული კოლექტიური ცნობიერების ზრდაში, რომელშიც თანამონაწილეები ყველანი ჩვენ ვართ. შეგვიძლია ცოტა სხვანაირადაც ვთქვათ, რომ აი ხშირად ადარებენ ოკეანეს, რომ აი ოკეანეა და ჩვენ ყველანი ამ წვეთები ვართ ამ ოკეანეში. შეიძლება ეგრე ვთქვათ, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო ცოტა სხვანაირად ვთქვათ, რომ ჩვენ წვეთები კი არა ვართ ოკეანეში, ჩვენ ვართ ოკეანე წვეთებში. და სანამ ეგ გაცნობიერება არ მოხდება და ეს საზღვარი ინდივიდსა და სამყაროს შორის არ გაქრება, მანამდე წვეთები ვიქნებით. შეზღუდულები რაღაცა პატარა რაღაც მასშტაბით, არა და რეალურად მასშტაბი არის უსაზღვრო, უსაშველო. წარმატებას გისურვებთ ყველას თქვენ გზაზე და რაც მნიშვნელოვანია, მიყევით თქვენ გულს და გულწრფელად და მართლა გულით მოინდომეთ და აუცილებლად მიიღებთ იმას, რასაც ეძებთ. მაგრამ ერთი ნაღდად ვიცი, დიდი არაფერი არ ვიცი, მაგრამ ეგ ნაღდად ეგრე არის, რომ გარე სამყაროში ამას ვერ მიაღწევთ. რასაც მიაღწევთ, ყველაფერი იქნება დროებითი, თუნდაც ნეტარება და ბედნიერება, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში თუ რაღაცა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება. იმიტომ რომ დაიწყო, იმიტომ უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ აქ მარადიული არაფერი არ არის ერთის გარდა, რომ ყოველთვის ყველაფერი იცვლება. ამიტომ რაცა ნეტარებაც არ უნდა იყოს, ის რაღაც დონის მაინც ილუზია იქნება. და გირჩევთ, რომ რაც შეიძლება მალე იპოვოთ თქვენში ის ნაპერწკალი, რომელიც დაგაკავშირებთ იმ ღმერთთან, რომლებიც თქვენში არის. უბრალოდ რომ თქვა თქვენ ხართ, მაგრამ ჯერ არ იცით.